აი ეს აქტორები და მათი პოლიტიკური ინსტინქტები ეხლა არის კაფიოდ აცდენილი იმ საზოგადოებრივ სენტიმენტს, დაკვეთას და მენტალიტეტს, რომელიც ჩვენ აი ამ არჩევნების, გაყალბებული არჩევნების მერე ჩამოგვიყალიბდა. იმიტომ რომ საზოგადოებამ გაიარა ძალიან სწრაფი ზრდა, იმიტომ რომ ყოველი გამოცდილება იწვევს აი ამ ზრდას, შინაგან ზრდას. ეს საზოგადოება იზრდება როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე გუნდურ ჯგუფურ დონეზე. ეს თვითორგანიზებული თემატური ჯგუფები, სამდენი ასე ვთქვათ გამოკვეთილი აქტივისტი, მთელი ეს ცენტრის გაზრდილია საზოგადოება და აი საზოგადოების ასე შინაგანი სენტიმენტი და ემოციური მდგომარეობა და მოთხოვნილებები და საჭიროებები აცდენილი არის იმ პოლიტიკურ ინსტინქტებს, რომელსაც ესენი არიან მიჩვეული, რომლის მიხედვითაც ესენი მოქმედებენ. ამიტომ ამის სინქრონიზაცია ვერ მოხდება. ეს არის გამორიცხული. მაშინ რა უნდა? რა უნდა ვქნათ და საზოგადოებაში რა ვიცი ხა 50-ზე 52 ადამიანი გვიზის ციხეში, რომლებმაც თავი გადადეს. კი ხა იმ ადამიანებში არ შეუვარდა ძალით ხა პოლიცია დამიჭირე, ხო? ანუ მაგრამ აღმოჩნდა იმ ველზე, სადაც იყო იმ ქმედებაში, რომ ამათმა გადაწყვიტეს, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები ჯერ უნდა ეწამებინათ და მე ციხეში უნდა ჩაესვა და ესე რაღაცას გაესამართლებინათ თავიანთი ამ რაღაცა ჯიბის სასამართლოთი, ხო? ამ რეჟიმული რეპრესიული მექანიზმის მეშვეობით. ეს ამდენი ადამიანები მიჯარიმდებიან და ესენი სულ ყველა არიან ეხლა საზოგადოებრივი მოღვაწეები, ასე ვთქვათ, ამ სახელმწიფოსთვის, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ჩვენი ყველას თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან პოლიტიკურ ველზე, საზოგადოებრივი ასპარეზიდან. და ესენი უკაცრავად, მაგრამ მე არ ვიცი ხა ადამიანები როგორ უყურებენ, მაგრამ პოლიტიკური ველის და პოლიტიკური დღესდღეობის და საზოგადოებრივი დღესდღეობის ეხა არის ერთი საპროტესტო დღესდღეობის რეჟიმი გვყავს მოსაშორებელი აქედან როგორმე სასტრაფოდ რა დროზე მით უკეთეს ხო? ანუ ის ადამიანები ვინც ახლა საპროტესტო ძალისხმევაში იმყოფებიან არიან ესენი ციხეში თუ არიან გარეთ ეს ადამიანები ჩემს თვალში არიან პოლიტიკოსები რა იმიტომ რომ ამ დღესდღეობით არიან დაკავებული არა თვითონ ხა რაღაც პოლიტიკურ ასე არ აღიქვამენ თავს რა საკვირველია რაღაც პარტიის შექმნაზე რო ელაპარაკები ზოგი თავში შორსი ჭერს და ასე შეიძლება მეთაქვები გიორგის ახლა ამ ადამიანების ანუ რატო არიან ესენი პოლიტიკოსები და რატო არის პოლიტიკური კაპიტალი მათი და სოციალური კაპიტალი ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ახლა საკუთარი რაღაცა მომავალი და პიროვნული რაღაცა ასპექტი. ამათ აინტერესებთ პროტესტი, იყოს მძაფრი, ზეწოლა მოხდეს რეჟიმზე, რომ რეჟიმი გაქრეს აქედან. და ეხლა რეჟიმი რო ჩამოინგრევა და ეს აუცილებლად მოხდება. მერე ვისადმო უნდება რა პოლიტიკურ ჯგუფებად დაფორმირდებიან, ვინც ვის შეუერთდება, ვინ ვისთან დაჯგუფდება, რა ინტერესს გამოავლეს, ვის მოუნდება პოლიტიკურ ველზე ასპარეზის მოღვაწეობა, ვის მოუნდება საზოგადოებრივი, ვის მოუნდება საექსპერტო მიმართულებით, ვის მოუნდება კერძო ასე ჩვეულებრივ ბიზნესში დაბრუნება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გამოჩნდება და დარწმუნებული ვარ მე იმაში, რომ ანუ ჩვენ საზოგადოების ხელში, როდესაც აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, მართლობითი ბერკეტები, ხო? და არ არის ამისთვის აუცილებელი რომ ეხლავე რაღაცა პარტიული ამბები მიდიოდეს. ეგეც ხდება სხვათა შორის რაღაცა დონეზე. მაგრამ ამ საპროტესტოდ ხა ის მუხტი რაც იყო დეკემბერში, თქვა ნოემბრის ბოლოს დეკემბერში ხა აღარ არის, ხო? კი, ხალხი დგას, ბევრი გამოდის, გუშინაც ბევრი გამოვიდა, მაგრამ მაშინ სხვა მუხტი იყო. მოდით ესე ვთქვათ, არა, მუხტი ნახეთ, ასე იგი, ხასიათი იცვლება რა. როდესაც ერთი ეტაპი ამოიწურა, ჩვენ მივიღეთ შედეგები, ძალიან მნიშვნელოვანი, მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენ რაღაცა წავაგეთ. ეს მნიშვნელოვნად არ წაგვიგია. ჩვენ მივიღეთ შიდა და გარე არაღიარება, რეჟიმი არის სტერილური, მეფე არის შიშველი, დაეთრევა იქეთ-აქეთ, ყველა ხედავთ ვინ არის, ეს რას წარმოადგენს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ამის რეჟიმი რას წარმოადგენს, ყველა ხედავთ, დათვლილი გვაქვს, რამდენი არიან, ვინ არიან, რა ძალაზე დგას, თავის ტიტუშკებიან და დორბლიანი მეტადონშიკებიან, ყველას ხედავთ და ყველას ვაკვირდებით ძალიან კარგად რა. რა მომზადება აქვს, როგორ არის საერთოდ, როგორ იქცევიან და რა დამოკიდებულებები აქვს და რუსეთი რა კავშირშია და ასე შემდეგ. აი, შტერი ხალხი კი არ არის ამ ქვეყანაში. ვაკვირდებით ყველაფერს. და ამასთანავე რეალურად, ხო? საზოგადოება იზრდება, ერთი ეტაპი კონსოლიდაციის, დეცენტრალიზებულ კონსოლიდაციას ვეძახი, ეს გავიარეთ, ამან ამოწურა თავისთავი ეხლა არის ახალ ეტაპზე გადასასვლელი. და ამას ჭირდება გარკვეული დრო, საზოგადოება რეკონსოლიდაციას ახდენს, ეხლა ხდებიან, რომ გასწორება ხდება ფოკუსის საზოგადოების მხრიდან და რეალურად ეს ფოკუსი რომ გასწორდება, დაიწყება ახალი ზეწოლა და ისეთი ზეწოლა მოხდება, რომელიც მიიყვანს ამ რეჟიმს ჩამოშლამდე. ეს არის გარდაუვალი, ხო? თუ ვინმეს ქართულ ოცნებაში და ამ რეჟიმში ეჭვი ეპარება, რომ ეს მოხდება, აგერ მე და აგერ ისინი და ვნახავთ როგორ იქნება. საინტერესო თქვენ ხართ ასე ოპტიმისტურად განწყობილი. ხო, ნუ ამ პროცესში